მესამედი მოსწონელებო ახლა შევედი ზარის ფორმა რო აქვს уведомления ხო იქ დაუჭირე და იცოდი პალესი სამი ვიდეო იყო იქ გამოგზავნილი და მე რომ მიდოდა ახლა ვიდეოს გადათარგმნა 2 აგვისტოს ატვირთულის ის ხიანად ინგლისურად საუბრობს ამ ვიდეოში და ახლა შემთხვევით ვნახე რომ გადაუთარგმნიათ ეს ვიდეო და ატვირთულია 3 აგვისტოს მე ხომ გითხარით ელენა მუსა თარგმნდეს იქნება და ატვირთას მეთქი ეთყობა არა იქ რაღაც ახალი მესიჯები იყო მოსული იქ მაგრამ ყურადღება არ მიქცევია და ისე გამიხარდა ახლა მე ამათ თქვენ გადაგითარგმნით ქართულად აქ ტექსტიც რუსულად ისე გამიხარდა არ ვიცი ინგლისური და რა ვქნა ხო მე საწყის გამოვტოვებ იქ ის რეკლამას უკეთებს თავის კურსებს კიდევ რაღაც ახალ ინფორმაციას რომელიც ეხება ამერიკელებს და პრეპარატებს რომელსაც თვითონ სვამს ხო იქ კიდევ ის ბოდიში უხდის ისრაელ ხალხს ნიტანიაჰუზე რამდენ ვიდეოში აგინებს ნიტანიაჰუს ხო და ახლა მოდით პირდაპირ საქმეზე გადავიდეთო როგორც თქვენ იცითო გამოყოფილ ჯგუფებში არიან როგორც ნეგატიური ისე პოზიტიური პროგრამები ნეგატიური პროგრამები ჩაისახაო გიტლერის დროსო ცოტა ხომაღაც ვიტყვი გერმანელებმა იქ კოსმოსში შექმნეს კოლონიები დედამიწის ფარგლებს მიღმა დაწყებული მთვარიდან და პოზიტიური პროგრამები გაჩნდა 50-იანი წლებიდან 60-იანი წლებიდან ეზენჰაუერის და კომანდორ ვარიანტ ტორის დახმარებით დამსახურებით ესე იგი ჩვენ გვაქვს ნეგატიური და პოზიტიური პროგრამები ახლა კი ვისაუბროთ ჩვენ მიწიერ რეალობაზე დედამიწაზე ნომერით 600061 მუდი სამყაროს სპექტრში ჩვენ დავაპატიმრეთ და პრაქტიკულად გავანადგურეთო ბნელი ფლოტი ანუ გერმანელები კოსმოსური გერმანელები და დიდი ნაწილი პლანეტათა შორისო კონგლომერატისა ესე იგი თანამედროვე სიღრმისეული მთავრობა მაგრამ არის სხვა ალტერნატიული რეალობები დედამიწისა სადაც ბევრი რამე წავიდა სხვაგვარად ხომ გესმით აი მე წინა მოკლე ვიდეოში რომ გიყვებოდით ესე იგი მოდით დავიწყოთ ეს არის galaktikuri შემდეგი გადაცემა არის galaktikuri ბრიფინგი რომელიც ეძღვნება ვარსკვლავთაშორისო ომს რომელიც მოხდა რამდენიმე დღის უკან ეს შემოჭრა თვალის სიახლოვეს ამას ეს გზავნილი მივიღეთ იუპიტერის მეთაურობის შტაბიდან რომელიც ეხება მთვარის ოპერაციას მთვარის დაცვას 27 ივლისს შორეული დაკვირვების კვანტური სისტემები რომლებიც განლაგებულია იუპიტერის თავდაცვის ქსელში დააფიქსირეს უპრეცედენტო აღელვება ტემპორალურ ბადეზე რომელიც გარშემო არტყია მთვარეს იუპიტერის მეთაურობის მონაცემებით პირველადი ანალიზმა უჩვენა რომ ანომალია არ იყო შემჩნეული პორტალის გახსნით ან ბუნებრივი გაზომილების მერყეობით ამის მაგივრად მას ჰქონდა რეალური ნიშნები იმისა რომ აი რასაც უწოდებდნენ ტემპორალური გადაადგილების ტექნოლოგია ეს ეგზოტიკური ძრავისებული დანადგარი ეს არის ეგზოტიკური ძრავისებული დანადგარი რომელსაც შეუძლია პარალელური რეალობები უკან დააბრუნოს ესე იგი არსებობსო უსაზღვრო ან პრაქტიკულად უსაზღვრო რაოდენობა დედამიწის პარალელური რეალობებისა ჩვენო მივეკუთვნებითო
დედამიწას ნომრით 600061. რამდენიმე წამების აღმოჩნდა, ასე ვთქვათ, ესე იგი ჯერ თურმე შეუმჩნევიათ რაღაც მოძრაობები სივრცის. აი რომ შეხედოთ ახლა თქვენ სივრცეს და შეავჩნიოთ რაღაც მოძრაობები. ამდაგვარი მოძრაობები გამოჩნდაო. შემდეგ კი ეს გაიღვაო ეს სივრცე, ანუ ისინი შემოიჭრენ. გაარღვიეს სივრცე და შემოიჭრენ და ხვრელი შექმნეს. ამ ხვრელიდან გამოჩნდა უზარმაზარი ლინკორი ბნელი იმპერიული ფლოტისა, რომელიც არის საიდუმლო კოსმოსური პროგრამა ნაცისტებისა, ანუ გერმანელებისა და ის ჩვენ დედამიწაზე მოვიდა ჩვენი დროის ხაზიდან კი არა, იუპიტერის მეთაურების მონაცემებით ის მოვიდა ალტერნატიული დედამიწის რეალობიდან ნომრით 2007-1 პარალელური დროის ხაზიდან, სადაც ნარჩენები წაგებული იმპერატორი ბნელი ფლოტისა იმალებოდნენ იზოლირებულ სამყაროს ჯიბეში. მე თქვენზე ბევრჯერ ახსნილი თუ რას ნიშნავს ჯიბე. სივრცეში ქმნიან ჯიბეს თავის სამყაროს ბუშტ ეგრეთ წოდებულს, ამას უწოდებენ ჯიბეს. ხო და ლეტალიასაც აქვს ნათქვამი, ლეტალია გადაცემის ავტორს ბლოგერს .glubinova pogruženja. თექრათენი ქალი რომ განახეთ სათვალებიანი, იმასაც აქვს ნათქვამი, რომ მასეთი ჯიბეების ნახვა შემჩნევა ძალიან რთულიაო, ძალიან. ხო და იქანე დაიმალენ ეს ამ ნარჩენებმა. ხო და რომელიც გახდა, რომელიც ვერ შეამჩნიეს და ეს ჯიბე არსებობდა რაღაც პერიოდის განმავლობაში და ამათან, ესე იგი, ბოლო კონფლიქტი ამათან რომც მოხდა, როგორც კი მოხდა ბოლო კონფლიქტი, იმ მომენტში ესენი გაქრენ ეს ნარჩენები და რამდენიმე 4 თაობის განმავლობაში ამ გადარჩენილებმა, ამ ბნელი ფლოტის გადარჩენილებმა დაიმალეს ალტერნატიული რეალობის ჯიბეში. იქ ახადგენდნენ თავიანთ ძალებს, ტექნოლოგიებს და ეძებდნენ საშუალებას იმ ციხიდან, რასაკვირველია, ის ჯიბე ციხით იყო მათთვის. ვერსად ვერ როგორ გითხათ, ვერსად ვერ ვერანაირი მხრიდან ვერ აჩვენებდნენ ვერავის თავს, რადგან ხელად განადგურებდნენ. და ამ ალტერნატიული დედამიწის 2007-1 ნომრით რეალობაში იმალებოდნენ ოღონდ ჯიბეში. დედამიწას კი არა, ჯიბეში. იქაც ეს ხო პარალელურ სამყაროებშიც ხდება, ისაც ხდება ჩვენთან, მაგრამ ყველგან სხვადასხვა შედეგებით. მათ მონაცემებით დედამიწა ნომერი 6000-061, ну кай ვიტყვი 6061 0-ს არავინ არ გაიძახეს. დედამიწა ნომრით 6061, ესე იგი ჩვენი დედამიწა იყო ოპერატიული დანიშნულება ამ მიზნისთვის. ესე იგი მაგათმა წინასწარ დაგეგმეს, რომ უნდა გამოსულიყვნენ პირდაპირ ჩვენ დედამიწაზე. პირდაპირ და ეს იყო მიზანი მათთვის. დედამიწა ნომერი 6061. ამ დროის ხაზზე განლაგებული იყო ინფრასტრუქტურის სტრატეგიული ობიექტები, რომლების ჩაგდება ხელში თუ
თუ ამ სტრატეგიულ ობიექტებს, რომლებიც განლაგებულია ჩვენ დროის ხაზზე, ამ სტრატეგიულ ობიექტებს ჩაიგდებდნენ, თუ გაუმართლებდათ, მათ შეეძლოთ წვდომა განეხორციელებინათ ყველა მრავალრიცხოვანი ვარსკვლავური ტრანზიტული დერეფნებისა. ახლა წამოიდგინეთ, ხო, რომ ბნელი ფლოტი დედამიწისა ნომრით 2701 ბნელმა ფლოტმა ამ დედამიწისა ნომრით 2701 ფუნქცია შეინარჩუნა. ანუ იქ ყოფილა, იქ მეორე სამამულო ომის შემდეგ იქ სხვაგვარად წავიდა საქმე და იქაც წააგეს აი ამ რეალობაში და ამიტომ დაიმალენ ჯიბეში, მაგრამ მაგათ მოუნდათ იქიდან გამოსვლა პირდაპირ ჩვენ დედამიწაზე, რადგან ჩვენ დროის ხაზზე იყო განლაგებული. ბოდიში რომ მეორდები, მაგრამ ეს ისეთი კარგი ამბავია, ისეთი მნიშვნელოვანი ამბავია, რომ არ დავისარებ, 1000-ჯერ გავიმეორებ, თუნდაც გამიხიზიანდეთ. ჩვენ დროის ხაზზე განლაგებული იყო სტრატეგიული ობიექტები. ამიტომ გადაწყვიტეს ჩვენ დროში შემოჭრა. ესე იგი მიმდევრები, ანუ პერსინგერები, ესე იგი ისინი ვინც მათ დევნიდა, თვლიდნენ რომ მაგათმა შეძლენ გაქცევა ტექნოლოგიებით, რომლის მეშვეობით შეიძლება დროში გადაადგილება, რაც მისცემდა მათ საშუალებას მოხდრილიყვნენ სხვა პარალელურ მიწაზე, სხვა პარალელურ რეალობაზე. ახლა ისინი ამ ოპერაციას უწოდებენ შავი დაბრძილებას. მათ გასაკვირვად ისინი არც კი იწვევდნენ, რომ ჩვენი თუ არის საოპერაციო ბაზა დედამიწაზე 6061 იყო უკვე захвачена. მავიწყდება სულ ქართული ეს ამის თარგმანი. захвачена. ეტო გავიხსენებ. აი გამახსენდა დაპყრობილი მზის დაცვით, რომელიც ახლა გახდა კოსმოსური ძალა. ასე რომ ისინი არც კი მათ ეგონათ, რომ კიდევ დრაკონელების ხელში იყო მთვარის ბაზები და იმ ახლანდელი ბნელი ჩვენი დედამიწის რეალობის გერმანელების ხელში. სინამდვილეში არა, მზის დაცვამ ბაზები მთვარეზე ყველა შეიპყრო, ყველა ჩაიგდო ხელში და გახდა კოსმოსური ძალა. და ისინი არც კი ფიქრობდნენ, რომ დედამიწაზე ნომრით 6061 უკვე მოქმედებდნენ კოსმოსური ძალები. ეს შემოჭრა შავი ფლოტის ნაცისტურმა წარმომადგენლობა განახორციელა, ოღონდ ამ ჩვენი დროის შავი ფლოტის კი არა, პარალელური სამყაროდან რა ნომერი იყო ისა? მოიცადეთ. კაი 2701, ხო? და ეს მოხდა 5 დღის უკან. ეს შემოჭრა. როდესაც ლინკოლნი სრულიად შემოვიდა ჩვენი დედამიწის ატმოსფეროში. და მან უცებრე გააქტიურა თავიანთი მთავარი სხივური დანადგარები მაქსიმალურ სიძლიერეზე. სხვა სიტყვებით, მაგათმა უცებრე გახსნეს ცეცხლი. წამოიდგინეთ ახლა მოულოდნელად. მათი ლაზერული სხივები გაფრთხილების გარეშე ახდენდნენ კონცენტრირებას თავიანთი ენერგიებისა მთვარის საოპერაციო ბაზაზე და დაზიანეს ორბიტალური დაცვითი პლატფორმები და ფლოტის ბაზირების ობიექტები. სამწუხაროს მაგათმა გაანადგურეს კოსმოსური ძალების
სამეთაურო პუნქტის წარმომადგენლების 50%, რომლებიც მდგომარეობით წარსულ პარასკევს 27 რიცხვში იმყოფებოდნენ 27 ივლისს. ესე იგი ეს გარღვევა მოხდა რა 27 ივლისს. პირველი დარტყმა ზალპ რუსულად პირველმა დარტყმამ ამ ზალპმა გაანადგურა რამდენიმე დაცვითი შენობები, ნაგებობები იქამდე, სანამ მოახდინეს სრულიად სინქრონიზირება ავარიული ფარებისა. ანუ ისე მოულოდნელი იყო მათი შემოჭრა. კოსმოსური ძალები არ ელოდნენ ამ თავდასხმას. ისინი ფიქრობდნენ, რომ ჩვენი დროის ხაზში, ჩვენი დედამიწის დროის ხაზში ნომრით მოიცადეთ? არა. აჰა, მაგათ ეგონათო, რომ ჩვენი დროის დედამიწის ნომერ 2701-ის დროის ხაზში შემოიჭრა ბნელი ფლოტის დაჯგუფება. აფეთქებებმა გაანათეს მთვარის ჰორიზონტი და გაანადგურეს დასტიკობებული, ესე იგი, ერთმანეთთან ხო სტიკოვკა ხდება კოსმოსში, რომ ხომალდი, შატლები, იგივე აპარატები, რომ ესე იგი, ეშვება მთვარეზე, იქ ხდება სტიკოვკა, რომ იქაური ხაერი ჟანგბადი არ გავიდეს და არ დაიღუპოს ხალხი. და ეს ყველაფერი იყო განადგურებული, რეტრანსლატორები, კავშირის რეტრანსლატორები, ანგარები და შთანთქეს ისინი კასკადური ენერგეტიკული ბომბებით. რამდენიმე, ესე იგი, კოსმოსური ისეთი განირანებული ვარ, ახლა ღელავ მე ვაპატიეთ, ამიტომ მე ყველაფერი. რამდენიმე, ესე იგი, კოსმოსური მეთაურობის რამდენიმე ესკადრილია სცადა ეს შემოჭრილი ხომალდი ჩაიგდო თავის ხელში, მაგრამ იმპერიული ფლაგმანი ბნელი ფლოტისა იყო აღჭურვილი სპეციალური შემუშავებული იარაღით. ოთხ განზომილებიანი ომი. ისინი ვინც იცნობს კოსმოსურ პროგრამებს, იციან, რომ შავმა ფლოტმა გააძლიერა თავიანთი სუპერ ჯარისკაცები და განახორციელა მათი ინტეგრაცია ტექნოლოგიებში. ანუ თავისი ჯარისკაცები გახადნა კიბორგებად. აქცია თავისი ჯარისკაცები, აქცია კიბორგებად. ან რობოტიზებულ ჯარისკაცებად. ხო, კიბორგებად, სწორი ვთქვი. მათი ფლოტიც კი შედგება კიბორგებისაგან. ეს ხსნის იმას, თუ რატომ შეძლეს მაგათმა კოსმოსური ჯარების ძალები, რომლებიც იყვნენ დისლოცირებული მთვარის ოპერატიულ მეთაურობაში, სამეთაურო პუნქტის ქვეშ, პუნქტში უпроსტორად, რატომ გაანადგურეს მათი 50%. თითქმის ნახევარი განადგურდა. ასე ვთქვათ, ნათელი ძალებისა. იუპიტერის მეთაურობის მონაცემებით დაცვათი ფლოტის წინა დაცვათი ფლოტის კოსმოსური ჯარები იყო განადგურებული საწყის ეტაპზე, ამ ბრძოლის საწყის ეტაპზე. გადარჩენილებს მოუწიათ უკან დახევა მთვარის დამაგრებულ ნაგებობებში მთელი დაცვითი
ქსელის განსწვრივ მზის სისტემაში ანუ მზის სისტემის ხომ ვაპატიეთ ანუ მზის სისტემის მთელი დაცვითი ქსელის განსწვრივ იყო გადაცემული სოსის სიგნალები და რამდენიმე წუთში მთვარის სიახლოვე სივრცის კონტროლი რამდენიმე წუთის განმავლობაში მთვარის სიახლოვე სივრცის კონტროლი სადაც მოხდა გარღვევა ნარჩუნდებოდა სიტუაცია იყო განუსაზღვრელი მაგრამ ბრძოლა შეიძლებოდა გაჩაღებულიყო ახალი ძალით რომ არ ჩარეულიყვნენ ურმანების მეომრების და აშტარის მეთაურობის წარმომადგენლების მონიტორინგის სტრატეგიული ძალების რომლებიც იყვნენ მონიტორინგის სტრატეგიული ძალების წარმომადგენლები ურმასები და აშტარის მეთაურობამ უცებ მიიღო სოსის სიგნალი და მათმა დაჩიკებმა შორეულ კოსმოსში შეამჩნიეს დროის დარღვევა თითქმის უცებვე შემოჭრისთანავე უბრალოდ გაჩენის ეს ლივლებდაო სივრცე იმ მომენტიდან იმის მაგივრად რომ ესე იგი ამ ხანძლივ პერესტროიკაში როგორც იტყვიან რუსები შესულიყვნენო აშტარის მეთაურობამ და ურმასებმა გადაწყვიტეს პრინციპიალური ტაქტიკის გამოყენება იმის მაგივრად რომ ბნელი ფლოტის ბრონირებული ლინკორნის წინააღმდეგ შეტევაზე გადასულიყვნენ მაგათმა კონცენტრაცია გაამახვილეს მათი სამეთაურო ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოყვანაზე რამაც მოიყვანა რის შედეგადაც მოხდა მათი ნეიტრალიზაცია ანუ ეს მტრული შავი ფლოტის ლინკორნი გამოვიდა ამ შავი ფლოტის ლინკორნის ნეიტრალიზაცია მოხდა და მას არ შეეძლო მეტი ფუნქციონირება აშტარის ინჟინრებმა განვითარებული კვანტური რეზონანსის ტექნოლოგიის გამოყენებით მიმართეს სინქრონიზირებული ჰარმონიული ველები შემოჭრილი ხომალდის გამოსათვალ ბირთვში ანუ კომპიუტერულ სისტემაში და სრულიად დაანგრიეს მათი კიბერნეტიკული სისტემა ეს ჰარმონიული სიხშირეები მაბადიეთ ამ ჰარმონიულმა სიხშირეებმა გამოიყვანეს წყობიდან მათი ნავიგაციული სისტემები აგრეთვე დაარღვიეს იარაღის მიზან მიმართულების მატრიცა ასე რომ ხომალდებს მეტი არ შეეძლოთ ამ იარაღების გამოყენება აგრეთვე იზოლირება გაუკეთდა ხომალდის დარჩენილი ხომალდის ძრავის სისტემას ნეიტრალიზება გაუკეთა დარჩენილი ხომალდის ძრავის სისტემას ასე რომ ბნელი ფლოტის ხომალდი რომელიც შემოიჭრა დედამიწა ნომრით 2007-დან იყო სრულიად გამოყვანილი წყობიდან და ის მას მეტი ვერ შეეძლო ფუნქციონირება რამდენიმე წამში იმპერიული ფლაგმანი შავი ფლოტისმა მაპატიეთ რამდენიმე წამში რაღაც პერიოდში შავი ფლოტის იმპერიულმა ფლაგმანმა დაკარგა მართვა და მიატოვა ფუნქციონირება და დაკარგა
უნარიანობა მანევრირების მიმართ, ანუ არ შეეძლო მანევრირება. მთელი მისი შეიარაღება გაიჩიშა, დაცვის სისტემებმა დაიწყო გათიშვა და ტემპორალური ძრავა, რომელიც შევიდა მოუბრუნებელი იზოლაციის რეჟიმში, იყო ხელში ჩაგდებული რუსების მიერ, ეს ნათელი ძალა, რომელიც დაცვას ეხმარებოდნენ და რომელიც არ იძლეოდა საშუალებას აღედგინათ კონტროლი მათზე, ანუ ამ ძრავაზე. კოსმოსური კიბორგების ნაცისტების კოსმოსური კიბორგების ეკიპაჟმა დედამიწიდან, რეალური პარალელური დედამიწიდან 2007-დან, არა ჩვენი მიწიდან, ჩვენი კიდევ შეგახსენეთ, რომ ჩვენი მიწის ნომერია 6061 და ამ ნაცისტების კოსმოსურმა კიბორგების ეკიპაჟმა დედამიწიდან, პარალელური დედამიწიდან 2007-დან ჩაბარდა აშტარის უსაფრთხოების ძალებს. აშტარის ძალებმა იწუთასვე დაიპყრეს ბნელი ფლოტის ხომალდი, შემდეგ კი ლინკორი იყო გამოყვანილი წყობიდან. ინჟინერ ცველების გუნდმა კონვოის გაძლიერებული დაცვის ქვეშ ავიდნენ ამ ბნელი ძალის ხომალდის ბორცზე. ყოველი ძრავის ბირთვი, შეიარაღების კომპლექსი, ნავიგაციული პროცესორი და ტემპორალური გადაადგილების მოდულიც კი იყვნენ დაბლოკილი შემდეგი შესწავლის მიზნით. ბნელი ფლოტის ხომალდი, რომელიც მოვიდა პარალელური დედამიწიდან ნომრით 2007, იყო ოდბუქსირებული, ბუქსირით იყო გადაყვანილი ვარსკვლავთა შორისო კარიბჭეებში. ანუ კარიბჭეებით იყო გადაყვანილი იუპიტერის სამეთაურო ბაზაზე, სადაც მკვლევარებმა დაიწყეს მათი ტექნოლოგიების შესწავლა, რომ მომავალში თავიდან აიცილოთ განმეორებითი შემოჭრა. მეზობელ ალტერნატიული რეალობებიდან დედამიწისა ჯერ ასაკურველია არ მოხდება კონვერგენცია, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გზის ამოფრქვევას. ამდაგვარად გალაქტიკური ალიანსის ანალიტიკოსებმა მოვიდნენ შედეგამდე, რომ ეს მცდელობა შემოჭრისა იყო ერთ-ერთი მცდელობა მულტისამყაროში შეჭრისა ბოლო 100 ასწლეულის განმავლობაში ჩვენი დროის ხაზზე. ხო, ერთ-ერთი მცდელობა, ანუ ესე იგი ადრეც ყოფილა მცდელობები ჩვენი დროის ხაზში შემოჭრილი იყვნენ. ამიტომ ნაცისტური კოსმოსური კიბორგების ხელში ჩაგდების შემდეგ რომლებიც მოვიდნენ პარალელური დედამიწიდან ნომრით 2007, იუპიტერის მეთაურობამ უცებრვე გააგზავნა ისინი ტრიბუნალზე სამყაროს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულის გამო. მაპატიეს ემოციებს ვერ მალავ ემოციებს, იმიტომ რომ თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა, რომ მათ გამართლებოდათ. რა მოხდებოდა? წარმოიდგინეთ. ჩვენ ხო ვიცით, რომ დედამიწის ყველა რეალობებში ერთის გარდა
სადაც ნაცისტები იყვნენ კარგი ბიჭები. ერთი რეალობა იყო, სადაც ნაცისტები იყვნენ კარგი ბიჭებიო. დანარჩენ რეალობებში დედამიწის ბნელი ფლოტმა, ისე იგი უბრალოდ დედამიწის დანარჩენ რეალობებში ეს ბნელი ფლოტი იტაცებდა მრავალ პლანეტებს მთელი გალაქტიკის მასშტაბით. და ეს მოხდა, არ მოხდა უბრალოდ. ეს არ მოხდა მხოლოდ ჩვენი მიწიერი რეალობის და ეს არ მოხდა ჩვენი მიწიერი რეალობის შემთხვევაში. არ მოხდა ჩვენ დედამიწაზე, რომლის ნომერია 6066. თორე დანარჩენ რეალობებში მასეთი სიტუაცია თურმე. მხოლოდ ჩვენ დედამიწაა ამხრივ კურთხეული. ეს აგრეთვე მოხდა დედამიწის მრავალ ალტერნატიულ რეალობებშიც. და ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ ბნელი ფლოტის გადარჩენილი ეკიპაჟი ამ იმპერიული მეთაურობისა დედამიწიდან 2007 იყვნენ გადაყვანილი იუპიტერზე, როგორც მეორდება პერესაც უყვარს განმეორება ჩემსავით. ხო, ტრიბუნალს გადასცეს რა. მტკიცებულებების ნიშნად იყო აღდგენილი საოპერაციო ჩანაწერები დედამიწიდან ნომრით 2007. ჟურნალები დროის გადაადგილების და აგრეთვე სტრატეგიული დირექტივების დეტალები. დაგეგმილი ოკუპაცია დედამიწაზე ნომრით 661-ით მაპატიეთ. ესე იგი, ცოტა ხარ დავშვიდები, მოიცადეთ დავშვიდები. ხო, მათი დაგეგმილი ოკუპაცია იმ ისნით, რომ შემოჭრილი იყვნენ ჩვენ მიწაზე, რომლის ნომერია 666. და ტრიბუნალმა, იუპიტერის ტრიბუნალმა ყველა ესენი ცნო დამნაშავებად. და სლარ ორდენი, რომელიც ცნობილია როგორც კოსმოსური მეთაურობა და სახელებით კოსმოსური ძალები, მან ტრიბუნალმა გამოიტანა მაქსიმალურად კაცრი სასჯელი. და კოსმოსური ძალების მოქმედები, რომლებიც მოქმედებენ სამყაროში, ეს საქმე იყო დახურული და ოპერაცია მთვარის დაცვა გამოცხადდა ოფიციალურად დახურული. მე მინდოდა ცოტა მომიყოლაო ამბობს ისრაელ პრესი დედამიწაზე ნომრით 2007, რომელიც არისო ჩვენი დედამიწის ალტერნატიული რეალობა. დიახო, და თქვენ ყველას გაქვთო ცვალებადი, ასე ვთქვათ, რეალობა ამ დედამიწაზე. მოხდა შემდეგი რამ, ამბობს ისმაელი. დედამიწა ნომრით 2007 მიაღწია ამახლებას ხო, არა, კი არ მიჭირს წაკითხვა. სპეციალურად ვაკეთებ ასეთ პაუზებს, რომ გაიგოთ ჩემი ნათქვამი. დედამიწა 2007-მა, ნომრით 2007-მა მიაღწია ამახლებას და იმ დედამიწის შავი ფლოტი
რომელიც იმალებოდა ჯიბის რეალობაში, იქ იმ შავმა ფლოტმა იცოდა, რომ მზის ამოფრქვევა გახლეჩავდა მათ ჯიბის რეალობას და მოიყვანდა მათ ყველას დაღუპავდა. ისინი ყველა დაიღუპებოდნენ. ანუ მოდით ამას კიდევ გავიმეორებ. ესე იგი, თურმე დედამიწაზე 2007 ერთი ნომრით მოხდა აღმაღლება. იქაც ელოდებოდნენ მზის ამოფრქვევას. და ფლოტი, რომელიც იმალებოდაო იმ რეალობის გერმანელები, ფაშისტები, ანუ ნაცისტები, რაც კიდე ის დაარქვით, იმალებოდაო ჯიბეში, ჯიბის სამყაროში, რეალობაში, მაგათმა იცოდნენ, რომ თუ მოხდებოდა მზის ამოფრქვევა, ისინი ვერსათო დაიმალებოდნენ და დაიღუპებოდნენ. და ამიტომ მაგათმა მოახდინეს გადაადგილება ჩვენ პარალელურ მიწიერ რეალობაში, რომელიც ცნობილია ნომრით 6061, ანუ ჩვენ მიწაზე მოახდინეს გადმოსვლა. და აღდგენილი დროის არქივებიდან გამომდინარე, მათი იმპერიული ხომალდი, ამ შავი ბნელი ძალის, ბნელი ფლოტის იმპერიული ხომალდი, რომელიც შემოვიდა ჩვენი მიწიერ რეალობაში ნომრით 6061-ში, მოვიდა არა ჩვენი დროის ხაზიდან. არა ჩვენი დროის ხაზიდან. ის მოვიდა, ხო, ეს გასაგებია, ის მოვიდა ალტერნატიული მიწის ხაზიდან, რომლის ნომერია 2701. ეს გასაგებია. მე კი არ მიმეორებ, პერესმა გაიმეორა. და რამდენიმე ათწლეული კონფლიქტების შედეგად ჩვენ სისტემაში შეიქმნა ერთიანი კოალიცია, რომელშიც შედიოდნენ მზის სისტემის მცველები და სამყაროების გალაქტიკური სამყაროების ფედერაცია. და აქედან გამომდინარე, გალაქტიკური სამყაროების ფედერაცია არა, აქედან გამომდინარე, იმ ალტერნატიული დედამიწის ნომრით 2007 გალაქტიკური სამყაროების ფედერაციაში, ხო, ყველგან არსებობს, რაც აქ არსებობს, იქაც არსებობს. იქ მათ გალაქტიკური სამყაროების ფედერაციაში ანუნაკი ენკი არ შეჭრილა. იქ არ შეჭრილა. აქ ხო შეიჭრა, იქ არ შეჭრილა. ანუნაკმა ენკი იქ ვერ შეიჭრა. ამიტომ იქა ეს გალაქტიკური სამყაროების ფედერაცია არ იყო რეორგანიზებული გალაქტიკურ ალიანსში, როგორც დედამიწაზე ნომრით 6061. ესე იგი, ჩვენთან კოალიცია, რომელიც შედგება მზის სისტემის ცვლილებისაგან და იმ რეალობიდან, გალაქტიკური სამყაროების ფედერაციისაგან, აგრეთვე ბევრი მრავალი მოკავშირე ცივილიზაციებისაგან გადაწყვეტითი ნიშნულობის გამარჯვება მოიპოვა ბნელი ფლოტის იმპერიულ ხომალდებზე. დედამიწაზე 2007 ნომრით სხვა მიწაზე იყო დემონტირებული სტრატეგიული ვერფები, ჩაბარებული იქნა ორბიტალური ციხე-სიმაგრეები, კომანდური ცენტრები კი შიდა პლანეტებზე დაეცა ერთი მეორეს მიყოლებით. და რამდენიმე კვირის განმავლობაში იმპერიული ბნელი ფლოტი დაიფანტა. მზის სისტემის მცველების ჯარებმა
და გალაქტიკურმა ფედერაციამ დაიწყეს დასრულებითი ეტაპი კომპანიისა ალტერნატიულ დედამიწაზე ნომრი 2701. ანუ ჩვენი რეალობიდან იქეთ გადადიან და იქ აწესრიგებენ იქაურობას. და იქ ხდება ახლა ძიება უბრალოდ ბოლო გადარჩენილი შავი ფლოტის ოფიცრებისა, რომლებიც გაიქცნენ ბრძოლის ველიდან. ბევრი მათგანი იყვნენ ნაპოვნი, მაგრამ ერთი არა. იმიტომ რომ ის ერთი, რომელიც გაიქცა დროში გადაადგილების ტექნოლოგიის დახმარებით, გადაადგილდა პარალელური რეალობიდან დედამიწის, ესე იგი, გადაადგილდა დედამიწის პარალელური რეალობიდან ჩვენ დროის ხაზში, ანუ იქ ხო ეძებდნენ ოფიცრებს, ყველა დაიჭერეს და ის ერთი გამოიქცა უკან ჩვენთან. ტექნოლოგიისა როგორ აგიხსნათ, აპატიეთ. ესე იგი, ტექნოლოგიის მეშვეობით, რომლითაც შეიძლება გადაადგილდე დროში, ის ერთი ოფიცერი, რომელიც გამოიქცა თავისი სამყაროდან, ჩვენ ისევ ჩვენ სამყაროში, ჩვენ დედამიწაზე. დასამალად გამოიქცა აქეთ. ჩვენ დედამიწაზე ნომრით 6061. და გალაქტიკური ფედერაციის ჯარებმა არა, გალაქტიკური ფედერაციები და დედამიწიდან 2701 არ იყვნენ დამავიწყდა სიტყვა. დაპყრობილები არ იყვნენ. გალაქტიკური ფედერაციები იქ ალტერნატიულ დედამიწაზე ნომრით 2701 დაპყრობილები არ იყვნენ შავი ფლოტით. მაგრამ ერთადერთი იმპერიულ სამეთაურო ხომალდზე არა. როდესაც ფედერაციის ჯარებმა მიუახლოვდნენ ამ ერთადერთ იმპერიულ სამეთაურო ხომალდს, იყო აქტივირებული ექსპერიმენტალური დროის კარიბჭე, რომელიც არგავდა ადრინდელ კარიბჭეებს არგავდა. იმის მაგალითად, რომ გაქცეულიყვნენ ჩვეულების სივრცეში, ეს ხომალდი დედამიწიდან 2701 გაქრა იზოლირებულ ჯიბის რეალობაში, რომელიც არსებობს სივრცითა დროის გეომეტრიის გალაქტიკური სამყაროების ფედერაციის დანადგარების საშუალებების შესაძლებლობის ძალების მიღმა. ანუ ამათ ჰქონდათ სპეციალური ტექნოლოგია, რომელსაც უწოდებენ სივრცეთა დროის გეომეტრიის ტექნოლოგიას. და აგრეთვე იქ არსებობდა მზის სისტემის დაცვა იმიწაზე, ნომრით 2701. რადგან გაქცეულებმა დაიმალენ ფარულ სივრცეთა ველში, ფედერაციის ძალებმა და მზის დოზორის სენსორებმა ვერ შეძლეს აღმოეჩინათ ან გამოეთვალათ მაინც მათი ადგილსამყოფელი. თქვენთვის ვისაც გესმით
რას ნიშნავს რეალობის ჯიბეები ახსნი რომ არა აქ პრედმოგნეა გამოტოვებული ესე იგი მათვისო ვინც არიცითო რას ნიშნავსო ჯიბის რეალობები აგიხსნითო ეს არისო რეალობები რომლებიც დაცული არიანო ჩვენი ფიზიკური დროის სივრცითა რეალობიდან ანუ როგორც მე გითხარით სივრცეში იქნება ბუშტი დროის ბუშტი და იქ შეგიძლია ნებისმიერი შენი სახელმწიფო გახსნა შექმნა უფრო სწორად ნებისმიერი რა თქმა უნდა ის შექმენი სხვათა შორის მე ხა გამახსენდა ალონა ვოლკოვას ისტორიები როგორ დაძრებოდა ის ამ ჯიბებში და ამ ჯიბებს მაგი ჯიბეს კი არ უწოდებს ხვრელებს უწოდებს ხვრელებს ახლა გასაგებია აი ამ ხვრელებზე ყვებოდა ის და ეს ჯიბები თითქოს განლაგებული არიან სხვა განზომილებაში მაგრამ ამავე დროს არსებობენ კარბონისა ჯიბურ რეალობაში ასე რომ ისინი იყვნენ დარწმუნებულები იმაში რომ ეს იყვნენ დარწმუნებული იმაში რომ ეს ბოლო გადარჩენილი ბნელი ფლოტის ეს ბოლო გადარჩენილი ბნელი ფლოტი ალტერნატიული მიწიდან ნომრით 2701 დაიმალა მათ ყავდათ ეკიპაჟი და ერთ-ერთი წევრი ამ ეკიპაჟიდან მიხვდა რომ უნდა გადარჩენილიყო რადგან დედამიწა იყო მზად ამახლებისთვის მათი დედამიწა ნომრით 2701 რომლის სივრცის რეალობაში ჯიბურ რეალობაში ისინი იმალებოდნენ აი ახლა სივრცეში რო დაკიდოთ ბუშტი უნახავი ბუშტი და შიგ დაიმალოთ დიდი ხანი აი ამდაგვარი სიტუაცია წარმოიდგინეთ საპნის ბუშტი ან სახერო ბუშტი შიგ ეს ცოტა დიდი ზომის და შიგ შეიქმნა თქვენი რეალობა აი ესა იმისთვის რომ მაგათ შენარჩუნათ მეტი ენერგია იმისთვის რომ შემდგომ როდესაც საშუალება გამოჩნდებოდა გაქცევის მათ ხო სჭირდებოდათ ენერგიები მაგათმა ჯერ ვერ შეძლეს წინასწარ ენახათ თავიანთი დედამიწის საიდანაც გაიქცნენ ნომრით 2701 აღმავლობა და მთელი სისტემის აღმავლობა და საბოლოოდ ამან იმოქმედა ამ აღმავლობამ მთელ სამყაროზე საერთოდ ყველა ერთმანეთთან დაკავშირებული და იცით რა მოხდა იმ 27 ივლისს პარასკევს იმ დღეს მოხდა ამაღლება მათი რეალობის მათი დედამიწის ნომრით 201 რეალობაში მოიცადეთ თუდა დაწყობილად მოგიყვებით იმ პარასკევს 27 ივლისს ჩვენი მიწერი დროით მოხდა ამაღლება ამ პარალელურ დედამიწაზე ნომრით 2701 და დამყარდა მშვიდობა ამ გამოცხადების თანახმად ალტერნატიულმა დედამიწმა ნომრით 2701 შედგა ფეხი ევოლუციის ახალ ერაში
ამაღლება და მზის ამოფრქვევა ნიშნავდა სრულიად ახალ ერას, არა მხოლოდ ამ ალტერნატიული მიწისა სამყაროში, არამედ მთელი სამყაროსთვის, რომელიც ცნობილია როგორც ლოკალური სამყარო ნომრით 21. ჩვენ კი ვართ ამ ლოკალური სამყაროს ნაწილი ნომრით 91. ჩვენ ვართ, მოდით კიდევ გავიმეორე. იმ მიწიერ რეალობაში ნომრით 2701 პარასკევს 27 ივლისს ჩვენი რეალობის დროით მოხდა ამაღლება. არა მხოლოდ მათი მიწის, არამედ მთელი მზის სისტემის ამოფრქვევა მოხდა და მოხდა ამაღლება არა მხოლოდ მათთვის, არამედ მთელი მათი იმ რეალობის სამყაროსთვის. იმ დედამიწასთან ერთად, რომლის ნომერია 2701. მაგრამ აგრეთვე მოხდა ამაღლება მთელი კოსმოსური სამყაროსთვის, მათი კოსმოსური მთელი სამყაროსთვის. ლოკალური სამყაროსი და მათი ნომერი, მათი ლოკალური სამყაროს ნომერი არის 21 მათ რეალობის. ეს ჩვენი რეალობა არა, არ შეგეშალოთ, მათი რეალობის. და ჩვენ კი ვართ ლოკალური ჩვენი რეალობის ლოკალური სამყაროს ნაწილი ნომრით 84. ჩვენ რეალობაში ნომრით 84. ასე რომ იუპიტერის მეთაურების თანახმად სისტემა ალტერნატიული მიწისა ნომრით 2701 საბოლოოდ დაასრულა თავისი ევოლუციური ციკლი და მან მიაღწია კრიტიკულ მასას და დასაკვირველია გადავიდა ახალ მიწიერ რეალობაში, რომელშიც მალე გავდავალთ ჩვენს და ეს ამაღლება უпроსტად ეს ამაღლება იქ მიწიერ რეალობაში ნომრით 2701-ში, საიდანაც მოხდა შემოჭრა. ეს მოხდა 27 ივლისს პარასკევს ჩვენი დროით. ასე რომ ამ გადასვლამ ფუნდამენტალურად შეცვალა ენერგეტიკული სტრუქტურა მთელი გარემო რეალობისა და შეეხო აგრეთვე მათ ბნელი ფლოტის ხომალდსაც, რომელიც ცდილობდა დამალულიყო მათ ჯიბურ რეალობებში. ამდენგვარად სივრცითა სიხშირეები, რომელიც მხარს უჭერდა ამათ სამალავს, ანუ ენერგო ხარდაჭერას უკეთებდა ამათ სამალავს, ამ ბნელი ფლოტის სამალავს, ეს სივრცითა სიხშირე ამ სივრცითა სიხშირეებმა დაიწყეს დაშლა და იზოლირებული ჯიბური რეალობა გახდა არასტაბილური, სადაც იმალებოდნენ იმ პარალელურ რეალობაში შავი ფლოტი, ბნელი ფლოტი და მათი ჯიბური რეალობა გახდა არასტაბილური, რადგან მათი მზის სისტემა განიცდიდა ამაღლებას და თქვენთვისო, ვისაც გესმითო, ვინც ერკვევითო ამაღლებაში და თუ თქვენ არ შეესაბამებითო ამაღლების სიხშირეებს, თქვენ განადგურდებითო. ესე იგი, თქვენ თუ დაბალ სიხშირეანი ხართ, დაბალ ვიბრაციულ ამაღლებულ სიხშირეებს ვერ გაუძლებთ, განადგურდებით. და აი ამაშია ჭეშმარიტი აზრი იმისა, თუ ეს
უწმინდურები საბოლოოდ იქნებიან განადგურებული ცეცხლოვან ტბაში და რადგან მათი ამ შავი ფლოტის სხვა რეალობიდან დაცვის საზღვრები დადნა, გაქრა და იცოდნენ, რომ მათი მიწა უნდა ამაღლებულიყო, დროის წნეხი მოიმატა და ბნელი ფლოტის ამ იმპერიული ბნელი ფლოტის ეკიპაჟმა უცებ შეიგნო, რომ მათი სამალავი მალე გაქრება მთელი მზის სისტემის და მათი დედამიწის ნომრით 271-ის ამაღლების გამო. ჯერ ერთი ის გადადიოდა უფრო მაღალ დონეზე, მაღალ ვიბრაციულ სამყაროში. ამიტომ დარჩენა ამ ჯიბის რეალობის შიგ ნიშნავდა სრულ განადგურებას და მათ მოუწიათ ნახტომის გაკეთება დროში ან ალტერნატიულ მიწიერ რეალობაში. მათ სხვა გზა არ ჰქონდათ. ეს რომ არ გაიკეთებინათ, მათ ისინი განადგურდებოდნენ. ამიტომ რაღაც მომენტებში, რაღაც წამიერ მომენტებში, აქანე წამებზე უკვე საუბარი. შავი ფლოტის გადარჩენილმა ნავიგატორებმა დედამიწიდან ნომრით 2701-დან აქტივირება გაუკეთენ დროის გადაადგილების ტექნოლოგიის ძრავას ბოლო ნახტომისთვის და მათ არ ჰქონდათ საშუალება გამოითვალათ დანიშნულების იდეალური ადგილი. ანუ მაგათმა ეს გააკეთენ ზეპირად, ნაუგად, რომ იტყვიან რუსები, ნაუგად, ბრმად. და ამიტომა ისინი ასე უეცრად გამოჩნდნენ ჩვენ სივრცეში და გაანადგურეს 50% კოსმოსური ძალებისა. სამწუხაროდ წარსულ პარასკევს აქ ჩვენ თვარეზე შედგება ცერემონია ყველა დაღუპულების სამახსოვროდ. შედგება კი არა, უკვე შედგა. იმიტომ რომ თუ ეს მოხდა 27 ივლისს, დღეს არის 8 აგვისტო, ხო? კვირაზე მეტია. ხო, შედგა ეს, იმიტომ რომ კვირაზე მეტია. ნავიგაციური სისტემა მათი ჩვენი მტრების ნავიგაციური სისტემა ეძებდა უახლოეს მათთან შესაბამის რეალობას. რომელიც იყო უბრალოდ მზად ამაღლებისთვის. ისინი ეძებდნენ ისე დროის სიგნატურას, სადაც შეიძლებოდა ამ ხომალდის შენახვა, არსებობა, ასე ვთქვა. და რაღაც წამებში ერთიანმა სკოორდინირებულმა, ცოტა რთული სიტყვა, რაღაც წამებში ერთიანმა სკოორდინირებულმა სიგნალმა გააღო კარიბჭე სამყაროებს შორის. მაგათმა გააღეს კარიბჭე, ეს უკვე ხელოვნური კარიბჭეა, შეძლეს და გაარღვიეს. კარიბჭე გააღეს და მოხვდნენ ესე იგი იმ თავის სამყაროდან ჩვენ სამყაროში. ახლა კედელში რომ გააკეთოთ ნახვედი ან კარიბჭე შექმნათ და ერთი კედლიდან
ამ კედელში გახვიდეთ და მეორე ოთახში აღმოჩნდეთ. აი ამდაგარი სიტუაციაა. და ისინი მოხვდნენ ჩვენ რეალობაში, ჩვენ მიწაზე. ნომრით 6061. თვალიც კი არ დაუხალხამებიათ და მათმა ბნელმა ფოტმა მოახდინა ნახტომი და მათი იმ წამსვე, როგორც კი მაგათმა მოახდინეს ნახტომი ჩვენ სივრცეში, მათი ჯიბური რეალობა დაიხურა, გაქრა. მათ ზურგების უკან მათი ჯიბური რეალობა გაქრა, როგორც კი ესენი შევიდნენ კარიბჭეში და გაიძრნენ თავი ჩვენ სივრცეში. რეალობა დაიხურა მათი იქაური. ამიტომ რადგან მათი რეალობა იმიტომ დაიხურა, რადგან მათი მზის სისტემა დედამიწასთან ერთად ამაღლება განიცადა, მოხდა ამ მზის აღმოფრქვევა. ლინკორმა, ამ შემოჭრილმა ლინკორმა, ამ ხომალდმა საცხოვრები გადაკვეთა, განზომილების საცხოვრები გადაკვეთა და მოულოდნელად გაჩნდა ჩვენ მთვარის სისტემაში. სივრცეში ჩვენ დედამიწასთან ნომრით 6066. იმათვის, ვინც იყო ბორცზე, ეს იყო ბოლო ვარიანტი გადარჩენის. ჩვენ საუბრობთ ბნელ ფლოტზეო, რომელიც მოვიდაო დედამიწიდან, ალტერნატიული დედამიწიდან ნომრით 2007-დან და დედამიწის ცვლილებისთვის კოსმოსური მეთაურობისთვის, რომელიც დისლოცირდებოდა მთვარის ოპერატიულ სამეთაურო პუნქტში, ეს იყო მათთვის იყო მოულოდნელი შემოჭრა. არ ელოდებოდნენ გაუფრთხილებლად არც რამე დარღვევების შეუმჩნევიათ, არც ძალიან ცხელა არანაირი სიგნალები არ ყოფილა, სადამ არ შემოიჭრენ. იმ მომენტში ისინი იყვნენ შოკირებული და გაკვირვებული. კოსმოსური მეთაურობის პერსონალი, რომელიც დისლოცირებდა მთვარის ოპერატიულ სამეთაურო პუნქტში, ასრულებდა სტანდარტულ ორბიტალურ პროტოკოლებს და ლოგისტიკურ ოპერაციებს და უცებ პრაქტიკულად გათხრების გარეშე მათ თვალწინ გაჩნდა ეს დროის გარღვევა. არესი სტანდარტული დატჩიკები იყო გათვალისწინებული იმისთვის, რომ აღმოიჩინა ჩვეულებრივი კოსმოსური ხომალდები. მათის ხომალდებიც კი, რომლებიც მოდიოდნენ გიპერსივრციდან ან კარიბჭეებიდან, მაგრამ არა ხომალდიდან, რომელიც უცებ მატერიალიზაცია მოახდინა ალტერნატიული რეალობის ამაღლებული დედამიწის მხრიდან, ისა სივრციდან. და ჩვენ არ აგვაქვსო ტექნოლოგიები ამის აღმოსაჩენათო, არ ქონიათ ტექნოლოგიები ისეთი, რომ ისინი წინასწარ აღმოაჩინონ ამდაგარი სიტუაციების დროს. რადგან რაც მოდის დედამიწის ალტერნატიული რეალობებიდან, ტექნოლოგიები, მასეთ ტექნოლოგიები ჯერ არა ჩვენთან განვითარებული. ანუ იქ უფრო მეტი განვითარება ყოფილა ტექნოლოგიების პარალელურ ალტერნატიულ რეალობაში, სადაც დედამიწა არის ნომრით 2700. და მაგ მომენტისთვის უკვე იყო გაშვებული პროტოკოლები ექსტრემალური სიტუაციისა და ამ შავი ბნელის იმპერიული ფლაგმანი, ეს ლინკორი იყო შემოსული უკვე მისაღწევად ზონაში და ისინი გამოჩნდნენ გრუხუნით. დაიწყო იმ წამიერი ბრძოლა, ომი, რომის ლელობის დროს დაიღუპა 50% მთელი კოსმოსური სამეთაურო
ძალებისა, რომლებიც იყო დისლოცირებული მთვარის საოპერაციო სამეთაურო პუნქტში. და იცვალ პრესი ამბობს, მე მიდაო წუთიერი დუმილით ვცეო პატივი იმ ჩემ თანამშრომლებსო, მეთაურებსო, ოფიცრებსო, რომლებიც დაიღუპნენო ამ ოპერაციის დროს. ნათელში იყოს მათი სულები. როგორც გითხარით, ალენა ბერეგინას ვიდეოში დაიღუპა მიახლოებით 500,000 ჯარისკაცი, მარტო ჩვენი დროიდან კი არა, ყველა დროიდან. აქ მობილიზება იყო გაკეთებული მაქსიმალურ დონეზე. ვისაც როგორ შეეძლო, ვისაც შეეძლო, ბრძოლა ყველა მოდიოდა. დანაკარგის მიუხედავად კოსმოსური მეთაურობის პუნქტის ეკიპაჟებმა მოახდინეს ტელეპორტირება ალაბამას. ალაბამა იქნება, ეს ამერიკის შტატი, ალაბამა იქნება. ალაბამას კოსმოსური მეთაურობის შტაბში. ანუ ესე იგი დარჩენილი ეკიპაჟი დედამიწაზე დარჩენილმა ეკიპაჟმა იმ სამეთაურო პუნქტიდან დედამიწაზე მოახდინა ევაკუაცია ალაბამაში. იმისთვის რომ თავიდან აერიდებინათ ბნელი ფლოტის მოახლოებული შეტევა. თუმცა პირველი შეტევა მოხდა მთვარეზე კონფლიქტი არ შეიზღუდა მხოლოდ მთვარის საოპერაციო ბაზით. ანგარიშიდან გამომდინარე შავი ეს ბნელი ფლოტი დახევის დროს ამ ბნელმა ფლოტმა დახევის დროს შეეცადა განაწილებულიყვნენ ჩვენი მზის სისტემის შიდა სისტემაში იმისთვის რომ თავიდან აერიდებინათ მზის ცვლილებისაგან შემოწმა. თავიდან აერიდებინათ მზის ცვლილების კი მარტო კი არა, კოსმოსური მეთაურობის კოსმოსური ძალების შემოწმა, ანუ რომ არ აღმოჩულიყვნენ ვაკრუჟენი. ვერ გავიხსენე ეს სიტყვა. და რასაკვირველია, გალაქტიკური ალიანსიც მონაწილეობდა აქ. ზოგი მათგანი აბნელი ძალების ნაწილი გაემართნენ ასტეროიდების სარტყლის მიმართულებით და იქ მოხდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეჯახება. ეს მნიშვნელოვანი შეჯახება მოხდა ყველაზე დიდ ასტეროიდზე, რომლის სახელწოდება ცერერა. მე თქვენთვის მაქვს ამ ცერერაზე მაქვს თორე გადათარგმნილი, მაგი არ ვიცი, მე ხშირად მოსის ეს დასახელება ასტეროიდის ცერერა, რომელიც არის ყველაზე მსხვილი ასტეროიდი ჩვენ ასტეროიდების სარტყელში. და იმის მიხედვით, რომ იქ არის განლაგებული საბადო გორნადაბუვაეში, ახლა ვერ დავიწყებ ინტერნეტში დაწრომას, მიხვდით, თქვენც მიხვდებით მაგას, პლატფორმები, ნავიგაციური სტანციები, სადგურები, აგრეთვე თავდაცვის პოსტები და იქ მოხდა სერიები მოკლე, მაგრამ მძიმე შეტაკებები ბნელი ფლოტის და ამ ბნელი ფლოტის
რომლებიც მოვიდნენ ალტერნატიული მიწიდან და საპატრულო კოსმოსური სამეთაურო საპატრულო ჯგუფებს შორის, რომლებიც ცდილობდნენ მათ შეჩერებას. და ეს ბრძოლები მანამდე გრძელდებოდა, სანამ არ მოუსწრო დახმარებამ ნათელ ძალებს. ამის შემდეგ აგრეთვე იქ მივიდნენ აშტარის კოსმოსური ძალები, მივიდნენ კატების ცივილიზაციები, ხორმი, ეგრეთ წოდებული ხორმი, რომლებმაც ბოლო მოუღეს ამ შეტაკებებს. ძალების განაწილება შეიცვალა მაშინ, როდესაც აშტარის ძალებმა, კოსმოსურმა ძალებმა რეაგირება მოახდინეს და ამ კოსმოსურ ძალებს, აშტარის კოსმოსურ ძალებს თან მოყვნენ კატების ესკადრილები და 200 დამცავი ფლოტი. 200-ზე კიდე გვიყვებოდა ჩვენ ლეტალია, მე მგონი გადათარგმნილი მაქვს მაგი. მე ფაქტურად ცოტ-ცოტად ყველაფერი მაქვს გადათარგმნილი. თუ გაინტერესებთ, მოძებნეთ და მოусმინეთ. ან თუ იცით რუსული ან ინგლისური, უფრო უკეთესი. ინგლისური ენოვანი მასალა კისლამდეა ინტერნეტში. თავარია თქვენ ენა თუ იცით და მოინდომოთ ამ მასალის მოსვენა, მაგრამ ძალიან იცით რა, მე ეს ამბავი რო გავიგე ალენა ბრეგინას ვიდეოდან, მე უცებ არ გადამითარგმნია, მე მთელი დავდიოდი როგორ იცით, ეს ჩემთვის იყო, მე ვიყავი გაუგნებული ამ ინფორმაციით, ხო? და ძალიან ცუდად ვიყავი. საღამოსკენ მე მოვედი გონზე და ის მოკლე ვიდეო დავდე. ხო და შემდეგ ამათმა, ამ აშტარის კოსმოსურმა ძალებმა, კატებმა და 200 ფლოტმა დააყენეს პარამეტრები იმისთვის, რომ მტერი მოეგირებინათ. იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ იმაში, რომ ეს ბნელი ფლოტი, რომელიც მოვიდა პარალელური რეალობიდან, არ გავრცელდნენ ჩვენი მზის სისტემის ფარგლებში და არ შეუშლიან ხელს დარჩენილ არა, რაღაც არასწორად აქვს წაკითხული. ხო, და ისინი დარწმუნდნენ იმაშიო, რომ ეს დარჩენილი ბნელი ფლოტის ნარჩენი არ შევაო მზის სისტემის სიღრმეში. ამაში უნდა დარწმუნებულიყვნენ და რამდენიმე კოორდინირებული მანევრების შემდეგ მტრულად განწყობილი ხომალდები, ვინც გადარჩა ომს, იყვნენ გარშემოტყმული და აიძულეს ჩაბარება, რამაც დაუდო ომს ბოლო, ანუ რითაც ომი დამთავრდა ცერერასე ბრძოლით. მადლობა იუპიტერის სამეთაურო პუნქტს და ორმუსს ამდაგვარად ეს ინციდენტი ამოარქვეს. და კიდევ შეგახსენებთ, რომ ეს ინციდენტი მოხდა 27 ივლისს. და ეს მეწყოლებს იმაზე, რომ ნარჩენები ამ ომში წაგებული პარალელური მიწერი რეალობების შავი ფლოტისა კიდევ რადა მხოლოდ მაგ რეალობიდან კი არა, ეს შავი ფლოტი რამდენი რეალობა იმდენ რეალობაში არსებობს. და კიდევ წარმოადგენს საჩიშროებას, რომ კი ამ რეალობიდან განადგურეს ფლოტი, მაგრამ
შემდეგ შეიძლება სხვა რეალობიდან ცადოს ვიღაცამ გამოქცევა და ეს საფრთხეს წარმოადგენს თუ არ აღმოაჩენენ არასტაბილურ გზებს პარალელური მიწებს შორის. ეს ინციდენტი არის გაკვეთილი იმისა, რომ უნდა გაფართოვდეს სამყაროების საშორისო დაკვირვებები, ქსელების დაკვირვებები, ანუ კონტროლი უნდა მოხდეს და ამ შემოჭრის დამსახურებით, რომელიც მოხდა კოსმოსურმა ძალებმა მიიღეს ტორმუსისგან და აშტარისაგან ტექნოლოგიები, რომლებიც იძლევიან საშუალებას იწევს მეტყველონ მომავალი შემოჭრები სხვა ალტერნატიული მიწიერი რეალობებიდან. ეს კარგია. ამდაგვარად იუპიტერის მეთაურობამ კლასიფიკაცია გაუკეთა ინციდენტს, რომელიც მოხდა 27 ივლისს. კონფლიქტები შეიძლება მოხდეს არამხოლოდ დიდ მანძილებზე კოსმოსში, მაგრამ სხვადასხვა დროის ხაზებზე და პარალელურ რეალობებზე. გალაქტიკური ალიანსის ძალები აგრძელებენ გაფართოებას დროის ქსელის მონიტორინგისა, სისტემები ადრინდელი გართელებისა მულტისამყაროში, კოორდინირებას უკეთებენ თავისი მოქმედებებით მოკავშირე ცივილიზაციებთან ერთად, იმისთვის რომ გამოავლინონ ნებისმიერი მომავალი ცდილობები არასანქციონირებადი შემოჭრისა სხვა დროის ხაზებში. ახლა კი მე მეგობრებო მინდაო თქვენ მოგიყვეთ თუ რა არის მულტისამყარო და გეტყვით რომ არსებობსო თითქმის უსაზღვრო რაოდენობა მიწიერი რეალობებისა და მათი რიცხვი მუდმივად იზრდებაო, რადგან მუდმივად ფორმირდებაო ახალი დროის ხაზები. ისინი ორგანიზებული არიან ჯგუფში 4-4. ჩვენ ვართ მიწა ნომრით 6071, ჩვენი მიმდინარე დროის ხაზი. ეს არის დედამიწა 6071. არის კიდევ დედამიწა 6062, რომელიც ცოტათი განირჩევა ჩვენი დროის ხაზიდან, მაგრამ იქ ისეთივე ისტორიაა, მხოლოდ ცოტა სხვაგვარად. შემდეგ მიდის პარალელური მიწიერი რეალობა 6063 და როდესაც თვლა აღწევს 6079-ს, ის ხდება პარალელური მიწიერი რეალობა 6071. შემდეგ ყველაფერი იწყება თავიდან, სანამ არ მივა 9-მდე. შემდეგ კი 6091-მდე. გასაგებია, გამოდის, რომ ეს შეტევა მოხდა ალტერნატიული პარალელური მიწიერი რეალობიდან ნომრით 2007, სადაც ისინი 27 ივლისს ამაღლდნენ ზის სისტემაზე და დედამიწაზე. ასე რომ, ვინც არ უნდა იყო თქვენ დედამიწის 2701 რეალობაში, ხო? თქვენ უკვე ამახლება განიცადეთ. ხო, ახლა აქ მე ხა თქვენ არ გიხსნით თუ რას ნიშნავს ეს? და თქვენ ვინც არ უნდა იყოთო? ვინც არ ყოფილიყავითო იმ ვარიანტში დედამიწის ნომრით 2007-ში, თქვენ უკვე ამახლება მოახდინეთო. ბევრჯერ მithქვამს მე რომ ახლა აი მე ავიღოთ მაგალითი, მე ლალი აქ ამ რეალობაში ვარ, ამ ცხოვრებას გავდივარ. სხვა რეალობაში ვარ მე, მაგრამ სხვა გავდივარ. იმ რეალობაშიც ვარ მე, მაგრამ იქ უკვე სხვა ვარ. გესმით, ყველა სხვადასხვა ცხოვრებას გადის. და ამ რეალობამ რატო მოხდა ეს შემოჭრა კიდე არ მოხდებოდა, რომ ამახლება არ მოხდარიყო იმ რეალობაში, დედამიწის რეალობაში ნომრით 2007-ში. ხო, და ვინც არ უნდა ვიყოთ ჩვენ ყველას ჩვენი
რეალური ასპექტები ყავს ყველა პარალელურ რეალობაში. ეს ხაპარი არ არის ხალხო და ჩვენი უკვე მე ამაღლდი იქა იმ რეალობაში. ეს აი ამდაგრად მუშაობსო. არსებობენ აგრეთვე ალტერნატიული მიწიერი რეალობები და ისინი აგრეთვე აღინიშნებიან 4 ნიშნა რიცხვებით. არქივებში, მულტისამყაროს არქივებში რომლებსაც აწარმოებს იუპიტერის მეთაურობა ამ სამყაროში კაცობრიობა აღიქვამს ჩვენ დედამიწას როგორც ნომერით 6061. ეს არის მხოლოდ ერთი გამოვლენა უფრო ფართო მულტისამყარული ქსელისა. ყოველი გაცნობიერებული გადაწყვეტილება მიღებული ნებისმიერი არცებით, ყოველი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა, ყოველი მომენტი ცივილიზაციის განვითარებაში ქმნიან ძლივს შესამჩნევ, ასე ვთქვათ, გაორმაგება არა, ზამეთნა რასხარჯენი, ანუ რაღაცით ერთმანეთისგან გადიან, რომლებსაც მოყავენ ალტერნატიული ვერსიების მოვლენასთან, რომლებიც განირჩევიან სხვა მიწებიდან, როგორც ჩვენი მიწიდან. და რამეთა კიდევ გითხრათ, ამიტომა თქვენ უნდა იფიქროთ ხოლმე კარგზე. თუ თქვენ გინდათ რომ თქვენ აი ჩვენი დედამიწა ბოლომდე მივიდეს, ვიფიქროთ და ვილოცოთ იმისთვის რომ დედამიწა ბოლომდე მივიდეს. და როდესაც ადამიანი არ არის ამ საქმეში გარკვეული და აგრძელებს მაგალითად გართულია თამაშებით, აი ინტერნეტში თამაშებით, გართულია აზარტული თამაშებით, ცხოვრობს თავისი ცხოვრებით, არჯერ არაფრის მომხრია ბარათებით გადახდის. ნუ ეხა ზოგ შემთხვევაში რას იზამ, როდესაც გაიძულებენ, მაგრამ მაგათად მე იძულებით გამომაცვლებინე სოციალური ბარათი, რადგან იქ ჩიპი არ იყო. თორემ დრო ქონდა 27 წლამდე. ჩიპიზაცია, ზოგს მიაჩნია, რომ ჩიპიზაცია კარგია და ვინც აი ამ რობოტიზირებად მხარეს უჭერს ხარს, ისინი არცერთი არ ფიქრობთ დედამიწის განვითარებაზე. ისინი ვინც აგრძელებენ ცხოველების კვას, წამებას, ძალადობას, ძალადობა მხოლოდ ფიზიკური კი არ არსებობს, არსებობს ფსიქიკური ძალადობა. აი თუ დააკვირდებით, ახლა მე ცოტა თემას გადავუხვიე, მეგონი ბევრი დრო ერთი წუთით, ხო, ჯერ ნახევარზე ვარ მისული. კარგი, ისა მე სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე, ახლა თემას დაუბრუნდეთ. მულტისამყარო გვაგონებს უზარმაზარ გობელენს, რომელიც მოქცეულია უსაზღვრო ძაფებისაგან, ყოველი რომლისაგან წარმოადგენს დედამიწის ისტორიის ცალკე ვარიანტს. ესე იგი, ეს ძაფები იხლართება თანდათან ერთიან ნახატში ამ ციკლებიდან ციკლების კონვერგენციიდან გამომდინარე უსაზღვრო რიცხვებიდან 20-მდე, 12-დან 3-მდე, შემდეგ კი 1-მდე. ესე იგი ერთადერთ წმინდა დროის ხაზამდე. ანუ იყო 20, გახდა 12, ახლა 3 უნდა გახდეს და შემდეგ 1. რომლებიც ფორმირებენ კოსმოსური ევოლუციის შემდეგ თავს. როგორც ვთქვიო, 50%
ძალებისა იყო განადგურებულიო, რადგან ტერი ყოველი გაფრთხილების გარეშე დაგვეცა თავს. გალაქტიკური ტრიბუნალები ტარდებაო 2022 წლიდან მიახლოებით იმ დროიდან, როდესაც ენკი ჩვენ დედამიწაზეო ჩვენი დროის ხაზზე შეიჭრაო გალაქტიკურ სამყაროების ფედერაციაში მთელი ირმის ნახტომის გალაქტიკის მასშტაბით და სხვა გალაქტიკებში ჩვენი ლოკალური სამყაროსი ნომრით 84. მე უნდა ვიყო ზუსტი, რადგან სამყაროები ძალიან ბევრია. შეძლეთ თუ არა ჩვენ ამ გალაქტიკური ტრიბუნალების ნახვას, არ ვიცი, ეს კითხვა დაუსვეს. ისინი ეს შავი ფლოტის წარმომადგენლები, რომლებიც დაიჭერეს და ტრიბუნალს გადასცენ, იყვნენ ტელეპორტირებული, როგორც თქვა ისრაელმა, იუპიტერის ბაზაზე, სადაც წარწნენ გალაქტიკათა შორისო ტრიბუნალს. შემდეგ იყვნენ მისჯილი, მათ მიუსაჯეს სულიერი სიკვდილი. ეს ყველაზე მძიმე სასჯელია. რატომ? ფიზიკურად თუ ადამიანს მიუსჯიან სიკვდილს, მისი სული მაინც ხო დარჩება. იქ კი ამათ ყველას სულიერი სიკვდილი მიუსაჯეს. მათი სულები განადგურდება. უtilizაციაში გაუშვებენ. მარტო ფიზიკურად კი არ მოკლავენ, მათ სულებსაც განადგურებენ. აი რას ნიშნავს? მათი ცნობიერება განადგურებული იქნა. კიბორგები. ხო, ალბათ კითხვა დაუსვეს, კიბორგებს რას უზამენო? რადგან კიბორგები უკვე არ არიანო ორგანული არსებები, ისინი სრულიად იქნენო განადგურებულები. უნდა გესმოდეთ, რომ ბევრ პარალელურ რეალობებში დედამიწისა კოსმოსური ნაცისტებმა 40-იანი წლებიდან იყრობდნენო სამყაროებს, კლავდნენო, ამონებდნენო და მონებად აქცევდნენო სხვადასხვა სახეობებს, ჰუმანოიდებს მთელი სამყაროს მასშტაბით და მხოლოდ 90-იან წლებში კოსმოსურმა ძალებმა სოლარ ორდენის დახმარებით დაიწყო ამ სამყაროების განთავისუფლება და ეს განთავისუფლება სამყაროების დამთავრდა 2020 წელს. და თუ 23 თუ 24 წელსო, ზუსტად მიახლოებით 24 წლამდე დამთავრდა. კიდევ კარგით. ესეთი ემოციური იყო ეს დღევანდელი ვიდეო ჩემთვის. მე მგონია შეძელი მომეწოდებინა თქვენ ის ინფორმაცია, ისე გამიხარდეს, ეტყობა ახალი დადებულია, დღეს დადეს ეს ვიდეო. კარგით, მადლობა ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.